ძალიან საშიში. ასევე ოლიგარქმა, მაგრამ ხო შეუძლება ამერიკის პრეზიდენტმა ეს გადაყლაპა. ძალიან მიხარია ბაიდენის გამარჯვება. არ დაუმალავ 2020 წელს ყველა სასიხარულო ალბათ ეს იყო. მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიხარია ტრამპის წასვლა. ამერიკას არაფერი გუშინ ნამდვილად არ ემუქრებოდა, უბრალოდ გამოჩნდა ის, რომ მაინც რაღაც ოლიგარქიული ინსტინქტები ტრამპს აქვს პირად ურთიერთობებზე მაღლა დააყენა თავის პირადი ინტერესები, იმიტომ რომ ასეთი არის ოლიგარქის ბუნება. ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა ისეთი რუსული, როგორც ტრამპის დროს. ყველაზე სუსტი პრეზიდენტი ამ მხრივ, რუსეთთან ყველაზე უფრო კარგ ურთიერთობებში მყოფი. საქართველოს პრაქტიკულად რუსეთისთვის გადამცემი პრეზიდენტი უკვე შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბაიდენია პრეზიდენტი. ტრამპი დემოკრატიის ის შეცდომაა, რომელიც ხდება ხოლმე. ის რაც გააკეთა პუტინთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა არ უკადრია ამ ქვეყნის არც ერთი სახელმწიფოს მეტაურს საუკუნეების განმავლობაში. ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არ არის. რომ არ დაუშვათ ხელისუფლებაში ოდიოზური და გაუწონასწორებელი პიროვნებები, როგორც სამწუხაროდ ბატონი ტრამპი აღმოჩნდა. დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ომში ტრამპი პუტინის უზარმაზარი გამარჯვება იყო. რაც ვერ გაითვალისწინა რუსეთმა და რატო დასრულდა საბოლოოდ ფიასკოთი მისი ეს პოლიტიკური პროექტი, არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უძლიერესი სახელმწიფო ინსტიტუტები. ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს უკვე იმას, რომ გაკოტრებული ოლიგარქის პრეზიდენტად არჩევა არ იყო ყველაზე კარგი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის. აი ამ ტრამპს, რომელიც დღემდე თავს აცხადებს პრეზიდენტად, ამ ტრამპის ადმინისტრაცია და მისი ნასხლეტები არის ის, რაც ხდება საქართველოში და არის ის, რაც ხდებოდა კირგიზეთში. ჯო ბაიდენი არის ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი. მსოფლიო უბრუნდება კანონზომიერებას, მალე საქართველოშიც.